მოგესალმებით მეგობრებო კიდევ ერთხელ და მოდით ორ ვარიანტზე გავაკეთოთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი გაშლა რა ხდება მის ცხოვრებაში ხო მის სახლში მის გულში და ასე შემდეგ მოკლედ რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ ხოლმე ვიცი რომ მელოდებოდით როგორ ჩქარობს არკანები ნეტა იცოდეთ ვიცი რომ მიცდიდით და მოკლედ ნახოთ აბა ამოვქეკოთ ამბები. მოდით ესე გავაკეთებ. პირველ ვარიანტზე გავაკეთებ ველური რეფლექსიების, ანუ ანარეკლების ტაროს დასტით და მეორეზე გავაკეთებ ჯადოქრების ბაღის დასტით. ანუ ველური რეფლექსიების ტარო და ჯადოქრების ბაღის ტარო, პირველი მეორე. და დავიწყოთ. ნახოთ აბა ახლა ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? რა ხდება მის სახლში? რა ხდება მის კარიერაში, სამსახურებრივ სფეროში, ზოგადად ხო? საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რა ხდება მის გულში, რა ხდება მის გონებაში, რა ხდება თქვენთან დაკავშირებით და უახლოესი ენერგიები რა იქნება თქვენთან მიმართებაში. ნახოთ ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ოჰო, ძალიან მზრუნველი, ძალიან თბილი, გამგები, აი როგორ გითხრათ, ადამიანი რომელიც ზოგჯერ შეიძლება იფიქრო რომ ღმერთმა გამოგიგზავნათ იმისთვის რომ უბრალოდ იყოთ ბედნიერი, უბრალოდ თავი იგრძნოთ ადამიანად. ეს კატეგორია ადამიანის არის აი რას შევადარო როგორ ვთქვა ხო? აი არ ვიცი, თქვენთვის ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა საჭირო ემოცია რომ შეიძლება ამ ერთ ადამიანში გააიგივოთ. ეს არ არის რებუსების მოყვარული ადამიანი, ეს არ არის გვირილა ადამიანი, რომ მუდმივად მკითხაობა გჭირდებოდეთ, რას ფიქრობს, რა უნდა, ეს ამბობს ყველაფერს და ეს ძალიან კარგი გვერდში მდგომი და ძალიან კარგი მეგობარია პირველ რიგში, მოდი ასე ვიტყოდით. ვიტყოდი ახლა რა ხდება მის სახლში ხო მის სახლში ცოტა ილუზიებია ცოტა რაღაცა რეალობას მოწყვეტილი ამბებია რას უკავშირდება ეს გარკვეული ასე ვთქვათ რას უკავშირდება და არჩევანს რის არჩევანს უკავშირდება რისი დაწყება უნდა ოპა ხო, მეგობრებო, აქ ცოტა იცით როგორი მომენტებია, აქ რაღაცა თავს ვიტყუებთ, მოდი ასე ვიტყოდი. ამ სახლში რაღაცა ადამიანები თავს იტყუებენ ბევრი მიმართულებით. თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი მშვიდად არის, მაგრამ რეალურად არაფერიც არ არის კარგად და სულ სახლიდან გაქცევის სურვილია, გადაღლილობის მოცილების სურვილია და რაღაცა სხვა ნაპირისკენ გაქცევის სურვილია, სადაც არის სტაბილურობა, სადაც არის სინათლე, ეს ერთ-ერთი დასტა სულ ამბობ იმ მცირე დასტებიდან, სადაც ხალი პირიქით თვარისკენ კი არა აქეთ მოდის, ანუ სიცხადისკენ მოდის და ნუ სადაც არის ნებები და სადაც არის ცეცხლები. სულ იმ ამბებში ვართ, რომ ერთი დროზე მომეცეს შესაძლებლობა, მომეცეს შანსი, რომ აქედან გამოვიდე. კაი. რა ხდება მის სამსახურში აბა ფინანსებში აქ სრული კრახი, სრული ნგრევა, სრული ტრანსფორმაცია რა დამემართა დღეს ღმერთო. კარგისკენ თუ ცუდისკენ აქ მიჯნა, არჩევანია. რატოა ესეთი პრობლემები? აქ ამას ფინანსური პრობლემები აქვს მეგობრებო. ფინანსური პრობლემები აქვს და ცდილობს რომ როგორმე გამოვიდეს აქედან იპოვოს გამოსავალი რომ მიაღწიოს გამარჯვებას, მიზანს მიაღწიოს, წარმატებას მიაღწიოს და სტაბილურობას მიაღწიოს, ხო, ეს არკანი ზოგადად ოჯახის არკანია, მაგრამ ამავდროულად კი თავისი კვერთხი ამავდროულად სტაბილურობას ნიშნავს და თავისი კვერთხი არავინ არ დაასწროს, მოკლედ თავისი წილი რომ კონდეს. მაგრამ აქაც მერყეობის მომენტი აქვს, აქაც ფიქრობს, სულ გეგმავს რა როგორ რანაირად გააკეთოს. სულ გეგმავს რა როგორ გააკეთოს, რომ სტაბილურობა კონდეს. აქ ეს თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია სტაბილურობისკენ. რომელიც ჯერჯერობით არ აქვს ფინანსურ ნაწილში. რა ხდება მის გულში? ხო, მის გულში რაღაცა ძალიან სისტრაფეა. რაღაცას ძალიან ჩქარობს. რას ეჩქარის? რისკენ? არჩევანი.
შეყვარებულების არკანი, თუმცა აქ მე ვიტყოდი, რომ უფრო არჩევანს ნაკლებად ეს არ ხო. ნახეთ მეგობრებო, აქ ძალიან ეჩქარება ადამიანთან, რომელიც მისთვის ძალის მიმცემია, რომელთანაც აბსოლუტურად ყველა სირთულე მთავრდება და რომელთანაც აბსოლუტური გაგება, ურთიერთგაგება, ურთიერთსიყვარული, აი ემოციების გაცვლა და აი ესეთი ჰარმონიული მომენტებია. ძალიან ჩქარობს თავისაყვარელ ადამიანთან, მოდი ასე ვიტყოდი. კი, აქ მივცემ თავისუფლებას და ამ დასტის ამ არკანით ვიტყვი, რომ აქ არჩევანი ნაკლებად უფრო. რა უნდა ეს სხვა დასტის არკანი გადმომიფრინდა, რა უნდა და აბა ერთი რა გადმოფრინდა. ხო, ბედნიერება და სიხარული. ნახოთ აბა ეს ბედნიერება და სიხარული მის გონებაში თუ რეალურად არის. ხო, მის გონებაში არის ქალი. რომელიც მისგან ამ ეტაპზე მანძილზეა, რომელიც ნახეთ, აქ ორი ფინჯანი დგას, ერთშიც ჩაის ასხამს და მეორეში უკვე ასხია და ანუ ეს შინაარსობრივად მოიცავს იმას, რომ აქ მეორე უნდა მოვიდეს, დაჯდეს და მასთან ერთად ჩაი დალიოს, ხო? ეს სწრაფვის თავისი ადამიანისკენ, მამაკაცები თუ მიყურებთ პირიქით, ხო? ეს ქალი ეს სწრაფვის თავისი სასურველი ადამიანისკენ, რომ რაც შეიძლება დროულად მიაღწიოს და დროულად აისრულოს, ასე ვთქვათ, მის გონებაში ერთ-ერთი ეს ქალი ტრიალებს ახლა ამ ეტაპისთვის. თქვენთან დაკავშირებით რა ხდება და ხო, თქვენ ხმლების დედოფალში, თქვენ შორის ხმლების დედოფალია. ამ ეტაპისთვის ცალსახად გაქვთ პაუზა, დისტანციაზე ხართ, შეიძლება კი არა და აქ კომუნიკაციაც ნაკლებად მგონია, პრაქტიკულად არ გექნებათ. კიდევ რა ხდება მანახე, ხო, აი რა ხდება და ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, ემოციური ბმა არის. ახალდაწყებულ ურთიერთობას უფრო ვიტყოდი აქ, ან ახლად განახლებულ ურთიერთობას. აი განახლებულს უფრო ბევრზე გადათამაშდება, იმიტომ რომ აი თავის წარსულ გამოცდილებას თითქოს აიუყურეთ ხიდად დებს, რომ ეს პრობლემები გადალახოს და მე ვიცი როგორ გამოვიდე კი ამ სიტუაციიდან და როგორ დავიკავო ბალანსი. და უახლოესი ენერგიები მაჩვენებია თქვენთან დაკავშირებით რა იქნება. ხმლების პაჟი. აქ რა იქნება და გეტყვით მეგობრებო, აქ ჯერ ცოტა ხანი შიშები ექნება, ცოტა ხანი წარმოიდგენს, რომ თქვენ სხვა ადამიანის გვერდით ხართ, ცოტა ხანს იეჭვიანებს, ინერვიულებს, აწონის, დაწონის, უმადურათაც ჩაგთვლით, არ ვიცი, ხელიდან გაშვებულ შანსს სადაც აღგიქვამთ, რომელიც სამყარო მისცა, აგერ დასტის ფონი გახდათ სამართლიანობა, საკუთარ თავში რაღაცებს გადაანალიზებს და მიხვდება, რომ ესე მარტივად და ზედაპირულად არ ხდება მსგავსი რაღაცები და რას ვიზავთ? მოქმედება გექნება, ამანახება გექნება. მაინც პაჟია რა, მაინც არა. ეს რო გითხრათ მეგობრებო, აქ სამკუთხედის სუნი ტრიალებს, მე წეღანი არ ვთქვი შეგნებულად, სახლში რაც ხდებოდა მასთან, მაგრამ მიმხედრი მიხვდებოდით, რაც მოუყევი და ფაქტი ეგ არის. ელოდება რაღაცების ჩაცხრობას იმისთვის, რომ იმპერატრიციდან გააღწიოს უფრო სწორედ. და კი იმპერატორი და იმპერატრიცა ეს ამასთან დარჩება ყველა შემთხვევაში, უბრალოდ ემოციური გაღწევა უნდა, ემოციური ბედნიერება უნდა და ემოციური ცეცხლი უნდა. სხვა განზომილება ჭირდება, რა კაია. რა ბედნიერები არიან ესეთი ადამიანები, ქიც მინდა და ქიცმაც ურიცო, ხო. მოკლედ ეს იყო ჩემო კარგებო, პირველი ვარიანტი, მადლობა პირველ ვარიანტს და ჩემს მაყურებელს და ვნახოთ მეორე ვარიანტში რა ამბავი გვაქვს. აბა მოდი მაჩვენე რა ამბავი გაქვთ. აი ბოდიში. რა ამბავია, ვინ არის, რა ხდება მის სახლში, რა ხდება მის ფინანსებში, რა ხდება მის გულში, რა ხდება მის გონებაში, რა ხდება თქვენთან დაკავშირებით და უახლოესი ენერგიები.
აბა ვინ არის ვნახოთ, ვინ არის და არკანი ძალა, შეიძლება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი იყოს პირდაპირ გეტყვით აქვე, არ გამოვრიცხავ, თუმცა, არ არის ხო, მთლად ახლა ნიშნებს ასტროლოგიურს, ჰოროსკოპებს და პროფესიებს მაინც ისე ვამბობ ხოლმე, თორე რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის. ადამიანი სხვა შორის ძალიან დიპლომატი, ძალიან დიდი ძალების მატარებელი, როგორც შეიძლება ფიზიკურადაც ძლიერი იყოს და ამავდროულად ძალიან დიდი სულიერი სიმტკიცე ქონდეს, დიდი დოზით ქონდეს ძალა შინაგანი. მას აქვს სასწაული შესაძლებლობა ღმერთისგან ბოძებული რესურსი, რომ ყველასთან გამონახოს საერთო, ყველასთან იპოვოს საკომუნიკაციო ენა და მოკლედ მოარჯულოს ნებისმიერი ადამიანი და სიტუაცია მის სასარგებლოდ. რა ხდება მის სახლში? აბა ვნახოთ, ხო, მის სახლში რა ხდება მეგობრებო და ოჯახის არკანია ჩვეულებრივ, ხო? ტრადიციები, პატივისცემა, ანგარიშის გაწევა, კარგად დალაგებული დიდპატარობის ინსტიტუტი, ხო? უფროს რომ უნდა სხვანაირად მოეპყრო და მოკლედ ისეთი კონსერვატიული, საკმაოდ კარგად დავარცხნილ დალაგებული სიტუაცია მის ოჯახში. ვერ ვიტყვი რომ მის ოჯახში რამე პირიქით. ძალიან კარგი კოლაბორაცია უფროსი უმცროსი თაობების ერთმანეთთან. აბა მის ფინანსებში რა ხდება ეს მანახე? მის ფინანსებში ხო, რაღაცა მიჯნაზე დგას. ფიქრობს რომ შანსი ბევრი აქვს, მაგრამ საით წავიდეს არ იცის. რას უკავშირდება ეს ახლა მაჩვენე ფინანსებში? კარგისკენ თუ ცუდისკენ არის ეს არჩევანი? არა. ფიქრობს რომ არა, აქ წარმატებები ექნება ყველა შემთხვევაში. ფიქრობს რაღაც ახალი საქმის დაწყებას, რომელიც უფრო მეტ შემოსავალს, მეტ ხვალს და მეტ დოვლათს მოუტანს, კი ბატონო. პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების რაინდი, ჩემო მეგობრებო, საკმაოდ ისეთი მსუყე მიზნები აქვს და ვიტყოდი რომ აღწევს კიდეც ამ მიზნებს და ფინანსურად საკმაოდ კარგი, აგერ კი ბატონო. კვერთხების დედოფალი არა, ფინანსებში საკმაოდ კარგი ამბები აქვს, აქ ვერ ვიტყოდით რომ რამე დეფიციტი იყოს. რა ხდება მის გულში? მის გულში ემოციების ნგრევა, გაცრუება იმედის, ტკივილი, ღალატი, მოტყუება, ნერვიულობა, ანუ ყოველ შემთხვევაში დამსხვრეული ურთიერთობა აქ ცალსახად მიფიქსირდება. გონებაში რა ხდება? გონებაში არც მეტი არც ნაკლები შეყარებულების არკანია, ფიქრობს რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს, ეს არჩევანს უკავშირდება თუ სიყვარულს? მანახე რას უკავშირდება ეს? ფარულ ქალს უკავშირდება მეგობრებო ეს. ფიქრობს, არა, აქ ცალსახად ფარული ურთიერთობა, აქ რომელშიც ახლა დიდი ნგრევა და მანძილია. აქ ურთიერთობები არ გაქვთ. მამაკაცები თუ მიყურებთ პირიქით, ხო, ფარულ ურთიერთობას არ აქვს მნიშვნელობა თქვენ თქვენს თავზე მოიდგეთ. აი თქვენთან მაინტერესებს აბა რა ხდება ერთი თქვენთან დაკავშირებით. თქვენთან დაკავშირებით აქ ეს სხვა ვინმეს უკავშირდება და თქვენ სხვა ვინმე ხართ? მანახე აბა არა. აქ ზედაპირულ ურთიერთობას, ზედაპირულს აი როგორც იცით, შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ, მაგრამ ფესვები რომ არა აქვს, ხო, სტაბილურობა რომ არა აქვს, აი ჩიხში შესულ ურთიერთობას უკავშირდება, სადაც თასების მეფეა, მიხვდით, სადაც უფრო ემოციები ჭარბობს, სადაც ჩუმჩუმად რომ მივა და მიიპარება და ტკივილიც ბევრი აქვს და ბარიერიც ბევრი აქვს ამ მომენტს, იმიტომ რომ თვითონ პენტაკლების მეფე აქვს კლასიკურ სამკუთხედთან მექნება საქმე ესეთი პირი უჩანს. ვერ იჭერს ეს ღმერთისგან და სამყაროსგან ბოძებულ ბედნიერებას, ვერ პირიქით, სულ საქანელებშია, ემოციურ საქანელებში და აქ ბატონო თქვი და სამია, კი აქ რაღაცა სამკუთხედის ამბებია. უახლოესი ენერგიებიც
მტერსაც რომ არ შეშურდება ისეთია, ხო? კი, ცეცხლები ვნებები გამარჯობა, მაგრამ ამ გამარჯვებას თან გველი აქვს ხელზე, ხო? ისეთი მაცდური რაღაცა, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ რას მოიტანს მანახე აბა. არაფერი ეს იმპერატორის ტახტზე დარჩება. არა, ეს გადაწყვეტილებას ვერც ვერ მიიღებს. ეს დარჩება ყველა შემთხვევაში თავის სტაბილურობაში, თავის ფინანსებში, იმპერატორის ტრონზე. და ეს ურთიერთგაგება სად ექნება, რა უნდა? არჩევანი, ორიანი. და მე აქ იმანიპულაციებს, იმაიმუნებს, მოიტყვებს, წავა, მოვა, იმიტომ რომ ემოციები არ აქვს იქ სადაც აქვს, იქ კი ბატონო, ყავს იმპერატრიცა, პირველი ვარიანტის ხალხი ხო არ მიყურებთ აქაც, ხალხო რა გჭირთ. იმპერატრიცა, რომელთანაც ემოციური ბმა აბსოლუტურად დანგრეული აქვს, აქ სუფთა ბავშვების თემაა და პასუხისმგებლობები, მაგრამ მიჯაჭვულობა სადა აქ? მიჯაჭვულობა იქ აქვს, სადაც მისი ესმით. სადაც მორალური პრობლემები უფრო მეტი უდგას. მანახე. დავცალე რამის ფერი დასტამა რა არა. იქეთ ყავს იმპერატრიცა, აქეთ ყავს თასების დედოფალი. მაგრამ ვერა, ესეც მიჯნა, ესეც გადაწყვეტილება, არა. აქაც კარგი ჩიტის გალობის ხმები არ მომდის მე უახლოეს პერიოდში, რა გიყოთ მეგობრებო. ვინც საკუთარ სიტუაციას ვერ იცნობს, ნუ დაკარგავთ დროს, ნუ გაიფუჭებთ განწყობას, გაატარეთ უბრალოდ და დაელოდეთ სხვა გაშლას. ან უყურეთ უამრავი გაშლადებს, ხო? რა ვქნა, რასაც სტარო მაჩვენებს, მე ის უნდა გავაჟღერა. მადლობა თქვენ ყველას ნდობისთვის, მე ის ხადამრჩენია წარმატებები გისურვოთ დროებით.